გამარჯობა მეგობრებო, თქვენთან ტიპიკალ დასო და დღეს მე მაქვს მაგარი საშინელი ხმა, იმიტომ რომ გაციებული ვარ, მაგრამ რადგან ცოტა მაქვს დრო, ამის გამო რომ გაციებული ვარ, მინდა რომ გავაკეთო რაღაცა ძალიან interactive ვიდეო და იმედი მაქვს თქვენ ჩამიკაი. რატომ სხვა ბლოგერები რო ეს აკეთებენ მუშაობს და ჩემთან რა ხდება? ხელები არავინ არ გამიჩერა და კიდე წავედი და ვიკიდე ავერსში მესაუდის პროდუქტები, იმიტომ რომ 50%-ის პასდაკლება ძალიან მომწონს, არ შემიძლია გითხრათ რომ არ მომწონს, მაგრად მომწონს და მე მინდა დღეს ამ პროდუქტებით რაც ვიყიდე, მე ვიყიდე ორი ფერი, Angel და Blackout ფერი, ეს არის Dramatic Shadow. ხო და ამ Dramatic Shadow-ით მე მინდა გავაკეთო მეიკაპი. და ეს მეიკაპი უნდა ამერშიოს ChatGPT. ჩემი ელის. ჩემ ChatGPT-ს ქვია ელის და ესე ფიქრობს რომ ჩვენ გამოვიყურებით რო იცოდეთ. მე ვზრუნავ ჩემ ChatGPT-ზე, მაგიტომ ეგრე ფიქრობს. მინდა fast კითხო ChatGPT და რა მეიკაპი მაჩვენებს, ვეცდები რომ ზუსტად იქით მეიკაპი გავაკეთო. ოკეი, შევდივართ ჩემ შევდივართ ჩემ ChatGPT-ზე და ეხლა მოდი ვკითხოთ. Alice, can you make a perfect makeup look for me? I will send you my selfie photo and I need to use new shadows. One of them is Mesauda angel color, and second of them is blackout color. So I need to use these two. One of them black, second of them is more like how to say highlight shadow. So and I need your opinion and I want to make up by your preference. Let's go. წესით ელისმა უნდა გაიგოს. Okay, I'm ready, excited for this. Okay, I will send you. Why man? Let's go. Him. Please, Alice, make a perfect makeup with these criteria, what I told you before. Modit ვნახოთ რა მაჩვენებს. Okay, first of all, you have such soft balanced features. I don't think what I have balanced features, but okay. Let's do something like this. I guess it's most normal one, but I don't have body shit. მე არ მაქვს ეგეთი წამწამები, როგორც ფოტოში, ბუნებრივი წამწამები იყოს. აი რაღაცა ესეთიც შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩემი აზრით. Okay, რაღაცა ეგეთი. ხო, მაგრამ ეს აქ არ მინდა ეს სტრელკა, რა ქვია ამას ქართულად არ ვიცი. მოკლედ გავაკეთებთ ეგეთ მეიკაპს, ჩაულებრივი თითქოს სმოკი არის, ძალიან ბანალურია, მაგრამ რა არჩია ეს გავაკეთოთ. Let's go. მაგრამ ეს სტრელკა არ მინდა ოღონდ. დავიწყოთ. სიმართლე რო გითხრათ, მე ვსგავსება 2016-ის წლის მეიკაპს. Let's back to school. როცა სკოლაში ვიყავ ხოლმე, ეგეთი მაკიაჟი იყო ძალიან პოპულარული. გრაფიკული eyebrows, ძალიან დიდი ასეთი შავი სტრელკები და smoky eyes. ეს nude პომადა. მაგრამ აი მოდით ცოტა გავანახლოთ მაინც. გავაკეთოთ back to 2016, but ცოტა
ახლინდელი რომ იყოს ცოტა შევცული, ცოტათი. Let's go. როგორც ყოველთვის მე ვიწყებ კრემით. მერე ვიღებ ტონალურს და კონსილერს Maybelline-ის და ვცდილობ რომ დავფარო ყველა ჩემი წითელი ხაზები მთელ სახეზე. ეს არის ტონალურისთვის სპუნჯი. ჩვენ არ გვავიწყდება პატარა ნაწილები რომ დავუმუშაოთ და პროდუქტის განაწილება ჩემი სახეზე ყველგან როგორც ხედავთ არ შემიძლია ვთქვა რომ ამ ტონალურს აქვს ძალიან დიდი დაფარვა მაგრამ მე დავაკორექტებ ამას კორექტორით ძალიან ბევრი რაღაცა პუნჯი და პროდუქტი არ მაქვს წამოღერებული ჩემთან მაგიტომ ვანაწილებთ როგორც შეგვიძლია ახლა ვიღებ კონსილერს ვსვავ 2 წერტილი under eyes მთლიანად არ ვფარავ მარტო ეს 2 წერტილი და მერე lifting ეფექტი რო გავაკეთოთ ესეთი მოძრაობა უნდა გააკეთოთ მერე ვიღებთ ეზონას აუცილებლად ჩვენ ხომ ვაკეთებთ 2016 წლის მეიკაპს და რა თქმა უნდა აკნეები იგივე პუნჯით რომელიც ვაკეთებდი ტონალურს ვანაწილებთ და ვფარავთ ჩვენ unperfection ნაწილებს მერე ვიღებ Balms Babe ეგრე ქვია ამ ბრენდს და აქ არ უყუროთ ჩემს სახეს გთხოვთ აქ ვიღებ Tarte's ფანქარი და უნდა გავაკეთოთ ქვედა კუტუტოს ლორწოვანი გარსი არ დამცინოთ ChatGPT ეგრე მითხრა სადაც გვაქვს ზემოდან წამწამების ნაწილიც უნდა დავიმუშაოთ ვიღებთ მესაუდეს blackout eyeshadow დავაკეთებთ ეგეთი პატარა სტრელკას ზემოდანაც არ შემიძლია ძალიან სასაცილო სახე მაქვს მერე ვიღებთ პუნჯს ასეთ წვრილს და ვაგრძელებთ ჩვენ სტრელკას და ცოტა ვამატებთ ზემოდან ესეთ ფორმას რატომ აქვს ეგეთი სასაცილო სახე და ვეხმარები სულ ჩემი ტიტით აქ ვიღებ პუნჯს eyeshadow-ისთვის და მუქი ხავისფერი shadows და ჩემს სტრელკასთან ერთად ვაერთიანებ გამოვიდეს ეგეთი ფორმა როგორც ხედავთ ვიდეოში და ძალიან ბევრი რეტუში დამჭირდა ასეთი მოძრაობებით იმიტომ რომ დიდი ხანი უკვე არ ვაკეთებდი ეგეთ შავ მეიკაპს მერე ვიღებ უფრო ღია ფერს ისეც არის კოფეფერი და სადაც გვაქვს ჩვენი სტრელკა ვაკეთებთ ეგეთ მოძრაობას ჩვენი ზედა თვალის ნაწილში და ეს ლამაზად გამოდის ფერების გამო გამოდის ეგეთი ლამაზი გრადიენტი მერე კიდე ვიღებ ყავის მუქი ფერი და ჩვენი გრადიენტი უფრო იდეალურ დონემდე უნდა მოვიყვანოთ აქ მე გიჩვენებთ რომ ძალიან ლამაზი ვარ ვაუ ხსოვთ ჩვენი blackout eyeshadow მესაუდის და კიდე ვამატებთ შავს იმიტომ რომ ჩვენ რეფერენსში უფრო შავი არის ეს სტრელკა და ასეთი პუნჯით როგორც ავიღე ვამატებთ და ვანაწილებთ ქვედა ნაწილიც ავიღე როგორც ხედავთ რომ ჩვენი თვალი უფრო ერთიანი ჩანდეს ორივე მხრიდან ვაკეთებთ ამ მოძრაობას და ასეთი შედეგი მივიღე მერე ვიღებ ესეთი ღია ფერი სხვა შეიძლება დამავიწყდა მეთქვა შანელის ფელეთი არის ხო საჩუქარი იყო და თითებით ვანაწილებ ესე ცოტა არ არის კომფორტული ჩემთვის იმიტომ რომ დიდი ფრჩილები მაქვს მაგრამ თქვენ გაიგეთ პრინციპი მერე ვიღებთ მორჩილი პატარა პუნჯი კიდე ChatGPT-მ დამეხმარა და ესე ქვემოდან ცოტა ვამატებთ ხავის ფერის shadows ახლა კიდე ავიღებ blackout-ის მესაუდას და ვამატებ შავ ფერს ვიღებთ ჩვენ უნივერსალურ წვრილ პუნჯს და ვაგრძელებთ ჩვენ სტრელკას ახლა ნიუქსის eyebrows-თვის წესით არის ეს ლაინერი მაგრამ მე ვიყენებ როგორც ლაინერი ჩვეულებრივი ეს არის ჩვენი მესაუდა კიდე აქ მესეჯი მომწერა დიასმა უბრალოდ უყურეთ რა საყვარელია
როგორც თქვი, ადრე ვიღებთ მესაუდეს Shadows Angel და ვამატებთ წინა ნაწილში. ეს ლამაზად გამოდის. ChatGPT-მ დამეხმარა და მითხრა, რომ ეს არის ჭდილების შეზავება, რაც ახლა ვაკეთებთ პუნჯით. და მერე ვიღებ სხვა ჭდილები Milky Way 109 ფერში, Galactic Shadow, ცოტა სხვა კონსისტენციის არის და მაგიტომ უფრო ეფექტური ეფექტი აძლევს. ახლა ვიღებთ კონსილერს კიდე ერთხელ და ამისთვის რომ ჩვენი მაკიაჟი არ ჩანდეს ბინძურად, ასეთი მოძრაობები ვაკეთებთ იგივე პუნჯით, რომელიც ვაკეთებდით ადრე კონსილერს. და ესეთი ლამაზი ეფექტი გამოვა, ახლა ნახავთ. სადღაც რაღაც არ მომწონს, ვამატებ ნიუქსით ფანქარით არა, ლაინერით და აი ესეთი უფრო გრაფიკული ჭდილები გამოდის. აქ უკვე ავიღე კონტურინგი dark მესაუდის 103 ფერში. არ გეგონოთ რომ მესაუდის advertising-ი ვაკეთებ, უბრალოდ ძალიან კარგი პასდაკლებები გქონდა და ძალიან ბევრი რაღაცა ვიყიდე. და ვაკეთებთ შეზავებას. ცხვირიც არ დაგვავიწყდოს. ვიღებ Dior-ის highlighter კონტურინგი და კონტურინგით უფრო dark ფერით. უნდა დავამუშაო ჩვენი კონტურინგი დავაფიქსირო. აქ ვიღებ ძალიან ცოტას ვიდეოშიც გეუბნებით. ეს არის ლამელის რუჟი და ამასაც უნდა გადავანაწილოთ. მე ვანაწილებ ჩემი თითებით რატომაც არა და პუნჯი მაქვს. ეხლა რა თქმა უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი რუჟი და რატომ არ მომწონს ეს palette. არ არის ეფექტური ეფექტისთვის. ტავტოლოგია გამოდის, მაგრამ გაიგეთ. ეს უფრო ესეთი ბუნებრივი ეფექტისთვის palette არის, ვიდრე 2016 წლის მეიკაპისთვის. ეხლა მე ვიღებ highlighters და ვანაწილებ შიდა თვალის ნაწილში და underbrow ნაწილში და ესეთი ლამაზი ეფექტი გამოდის. არა და უფრო მეტი highlighteri მინდოდა. ეს არის got to be წარბის ფიქსატორი, ძალიან მაგარია, უკრაინული გოგოები მაჩვენეს და გიждდებიან ფიქსატორზე და უნდა გავაკეთოთ გრაფიკული ეფექტი ჩვენი წარბების, მაგიტომ ვამატებთ shadows და აი ესეთი გრაფიკული ეფექტი უნდა გამოგვივიდეს. მაგიტომ წარბები ცოტა წვრილად დავაფიქსირე და აქ უკვე ვამატებ highlighters. როგორც 2016 წელს იყო პოპულარული. ასეთი დიდი პუნჯი ავიღე და ეს რას ნიშნავს, რომ ეხლა გამოვიყენეთ Fit Me Powder Maybelline, რომ ავჭიალობდით ბევრ ადგილზე, იმიტომ რომ 2016 წელს არ იყო ესეთი ბუნებრივი სკინის ეფექტი მოდაში. მთლიანად ვიყავით matte effect და ეხლა ვიღებ მესაუდის ფანქარს და ვანაწილებ ჩემ ტუჩებზე უფრო გრაფიკულად და მერე ცოტა უნდა დავამატოთ ეგრე რომ შიგნით ნაწილი middle ნაწილი ჩვენი ტუჩების არ იყოს არაფრით დაკავებული. იმიტომ რომ ამ middle ნაწილში უნდა დავამატოთ Mira ATT-ს glossy caramel ფერში და ბოლო შტრიხები ახლა ავიღე Vivienne Sabos ტუში. აუ და სხვანაირად უკვე ჩანს ჩვენი მეიკაპი. ტუში ყველაფერი ქმნის საერთოდ თვალის მეიკაპში და ქვედა წამწამები არ დაგვავიწყდეს. და რომ არ ვიღალატოთ ჩვენ matte ეფექტისთვის ვიღებთ Top Face და ვაფიქსირეთ ჩვენ makes. მადლობა. Let's go ნახოთ რა გამოვიდა. მოკლედ ესე გამოიყურება. ბოლოს და ბოლოს ჩემი მეიკი. ცოტა შევცვალე ორიგინალიდან, მაგრამ მართლა ეს კანისფერის ლიპსტიკ და ასეთი ნახდათ არ მიხდება.
არა ისიც უდად გამოიყურება ჩემი აზრით. მით უმეტეს გაციებული ტასოსთვის მგონი კარგად გამოიყურება და იმედი მაქვს მოგეწონათ ჩემი ვიდეო. ძალიან დიდი მადლობა რომ იყურეთ. ნახვამდის შეხვედრამდე ბავშვებო. მიყვარხართ. ჩემი მორიელჩიკები. Bye.